ხვიჩა კვარაცხელიას ახალი რეკორდი. ვარსკვლავმა ქართველებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ფრეითამაშა. ეს იყო ბოლო მატჩი ნაკრების კაპიტანისთვის, გურამ კაშიასთვის. ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ. ჩვენი მიზანია 1000 მოწონებაზე ავიდეთ. როგორ ფიქრობთ, შევძლებთ თუ არა ამ ნიშნულის მიღწევას? ჩემი აზრით ძალიან თავისუფლად მოვახერხებთ თუ ყველა, ვინც ამ წამს ზიხართ თქვენს ეკრანებთან და ამას უყურებთ, არ დაიზარებთ და დაალაიქებთ. წინასწარ მადლობა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთს უმასპინძლა. სამწუხაროდ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. ფიქრობ ბოლო ორი მატჩის შემდეგ დიდი გაუმჯობესება გვაქვს დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გქონდა. მას შემდეგ რაც ამ მატჩისთვის შევიკრიბეთ ძალიან კონცენტრირებულები ვართ. ფეხბურთელებმა პროფესიონალური მიდგომა დამანახეს. 3 დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს და უკეთესი ხარისხი გვექნება. დაფიქსირებული შედეგი თამაშის ხარისხს ყოველთვის არ ასახავს. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ იყო პოზიტივიც. ახალი ფეხბურთელები გამოუცადეთ, რომლებმაც დამატებითი ენერგია შემოიტანეს. იეგოიანმა თავი კარგად წარმოაჩინა, მას კარგი სეზონი ჰქონდა და დღეს, როცა ის მოედანზე შევიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია თამაშობს. ის მომავალია. ირაკლიზე აშკარად იგრძნობა ნიდერლანდული ფეხბურთის გავლენა. ნახევარდაცვაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავს, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, მაგრამ გჭირდება ისეთი ახალი ფეხბურთელები, როგორებიც ისინი არიან. იეგოიანი კი ზუსტად ასეთია. თლიანობაში ნაკრების ტაქტიკური თამაში მომეწონა. გიზის პერფორმანსითაც კმაყოფილი ვარ. ის გარემარბად დაბადებული არ არის, მაგრამ ყველაფერს კარგად სწავლობს. ჯერჯერობით არ ვიცი, რამდენად მძიმეა გიორგი ჩაკვეტაძის დაზიანება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მადლობით დავიწყებ. ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც მგულშემატკივრობდა მე და ჩემ გუნდს. ყველას მადლობელი ვარ. ჩემი კარიერა ძალიან მაგარი, საინტერესო თავგადასავალი იყო. ამიტომ მადლობა ყველას თქვენ ჟურნალისტებს, ასევე თითოეულ გულშემატკივარს. მინდა ჩემ გუნდს წარმატება ვუსურვო. კრისტალ სპორტის ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძე. კაშო, გუშინ თქვი, რომ ტირილი არ გვინდაო, მაგრამ დღეს რაღაც მომენტებში დავინახეთ ცრემლები. თქვენ არიცით ავტობუსში რამდენი ვიტირე, ვერ მაჩერებდნენ. ემოციებით დაცლილი ვარ, მართლა დასვენება მჭირდება. 39 წლის ვხდები და დედას ფიცავარ არ დამისვენია. 1-2 კვირა ყველაფრისგან დასვენება მჭირდება და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას საით წავიდე. მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმეა. გარკვეულწილად მესმის ეს საქმე და ამიტომ მინდა ფეხბურთში ვიყო. გურამ კაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდია. მინდა რომ კომენტარებში ყველამ ერთად მადლობა გადაუხადოთ ამ ლეგენდას. მადლობა გურამ იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყავი და ჩვენი ნაკრების კარს იცავდი. წარმატებები ლეგენდას. გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ ტრანსფერმარკეტმა რეიტინგი შემოგთავაზა და დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა საბაზრო ღირებულებამაც ერთი განახლების შემდეგ ყველაზე დიდი თანხით მოიმატა. ტოპ 5-ში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც ტრანსფერმარკეტზე 50 მილიონი ევროთი გაიზარდა. კვარას ფასი 90 მილიონი euро იყო, ახლა კი 140 მილიონად არის შეფასებული. ქართველ გარემარბზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს. პირველ ადგილზე მოჰამედ სალაჰი იმყოფება 2018 წლის მაისის განახლების შემდეგ. მისი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროთი გაიზარდა. 80 იყო, 150 გახდა. მეორე პოზიციაზე ლიონელ მესი იმყოფება 2018 წლის 17 დეკემბრის განახლების შემდეგ. ლაპულგას ფასმა 60 მილიონი ევროთი მოიმატა 120-დან 180-ზე. მესამე ადგილზე კი კილიან მბაპეა 2017 წლის 17 ოქტომბრის განახლების შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროდან 90-მდე ავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე GFF-ის YouTube live-ში ისაუბრა. მადლობა თითოეულ ქართველს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდი, რაც დამეხმარა იმაში, რომ იქამდე მივსულიყავი, რასაც მივაღწიე. ფინალის შემდეგ ერთი სული მქონდა ნაკრებში, როდის ჩამოვიდოდი. როდესაც წარმატებას აღწევ,
ჩემთვის პირველ რიგში ქვეყნისთვის არის. ფიქრობ რაღაც პატარა წვლილი, პატარა სიხარული მივონიჭე ქართულ ხალხს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიდრე შემიძლია რომ ქართველი ხალხი პატარა წვრილმანებით გავახარო, ამას ყოველთვის შევეცდები მაქსიმალურ დონეზე. არ ფიქრობ რომ ყველა ოცნება ავიხდინე, ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ვითამაშო, რასაც წელს ვერ ვახერხებთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ამ ტურნირზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო. მაგრამ ამჯერა რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ უდიდეს რაღაცას მივაღწიოთ. როცა რაღაცას იგებ, რაღაც უფრო მეტი გინდა. ფიქრობ ყველაფერი ახლა იწყება. ხუჩა კვარაცხელიამ გურამ კაშიაზეც ისაუბრა. ძალიან მინდოდა რომ კაშოსთვის უმნიშვნელოვანეს თამაში მიმეღო მონაწილეობა და მისთვის გამარჯვება გვეჩუქებინა. დაწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კაშო ისე გავაცილოთ როგორც ამას იმსახურებს. კაშოს უდიდესი როლი აქვს იმაში, რომ დღეს წარმატებულ ნაკრებად ვითვლებით. მისი დამსახურებაცაა, რომ დღეს გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მე მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. კაშო ბიძგი იყო ახალგაზრდებისთვის. მასში ვხედავდით როგორი უნდა ყოფილიყო პროფესიონალი ფეხბურთელი და მისი წასვლა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. როცა დღეს კაშო მოედანზე შემოვიდა, ცრემლები ეტყობოდა. ალბათ დღეს ყველაზე ბედნიერია და ამავდროულად ყველაზე მოწყენილი. იმდენი რამის თქმა შეიძლება კაშოზე, რომ შეიძლება მთელი დღე აქ დგომა მოგვიწიოს. ერთადერთი რაც ყველასგან კაშოს ეკუთვნის უდიდესი მადლობაა. სიტყვები ზედმეტია, რაც კაშომ ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა ეს უდიდესია. იმედი მაქვს ჩვენთან ერთად არჩება და ისევ მაგალითი იქნება, როგორც დღემდე არის. ილია თოფურიამ ეს ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ილაპარაკა. ელმატადორმა დაასახელა ნაკრები, რომელიც მისი აზრით ჩემპიონი გახდება და ესპანეთის ტრიუმფი ივარაუდა. მსუბუქი წონის ქამარს იცავდა, ესპანეთი ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებს გამოსვლას. როგორია შენი პროგნოზი? ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში ჩემი პროგნოზი მოგებაა, სწორედ ამისთვის ვემზადებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ორთა ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ვიქნები და ესპანეთიც იმავეს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა ჩემპიონები გავხდეთ. სპორტის სილამაზე ისაა, რომ არასდროს იცი რა მოხდება, გულშემატკივრები თამაშებსა და ჩხუბებს სწორედ ამიტომ უყურებენ. ერთი რამ რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ შემთხვევითობასა და იღბალს არაფერს მივანდობთ. თავდაუზოგავად მუშაობთ, რათა შანსები გამოვიყენოთ. დანარჩენი ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ თოფურია და გეიჯი თეთრი სახლის ღონისძიებისთვის მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. მათი დაპირისპირება 15 ივნისს გაიმართება. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც უყურებთ ამ ვიდეოებს. ალაიქებთ, წერთ კომენტარებს. არხი გაქვთ გამოწერილი და მაქსიმალურად აქტიურობთ. ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შრომას გვიფასებთ. წინ გველოდება შესანიშნავი და ძალიან საინტერესო, შეიძლება ყველაზე საინტერესო მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ახალი, საინტერესო სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.